კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ახალ ამბებს 16 საათზე, მე ნინო საალუქვაძე ვარ. საქართველოსა და ჩინეთის პარტნიორობა და თანამშრომლობის ხელშესახების შედეგების საკითხზე დღეს დეტალურად ისაუბრა მთავრობის მეთაურმა და განმარტა ჩვენი ქვეყნისთვის ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობის მნიშვნელობა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. პრემიერ-მინისტრის განცხადებით საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2026 წლის იანვარ-აპრილში 45%-ით გაიზარდა. ჩინეთთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას კი პირდაპირი წვლილი აქვს ქართული ეკონომიკისა და ეროვნული წარმოების განვითარებაში. მუცა კოროშინაძე გვერდდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. მთავრობის მეთაურმა დღეს ვრცლად ისაუბრა იმ კონკრეტულ შედეგებზე, რომელიც ორ ქვეყანას გააჩნია. საუბარი არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ყოვლის მომცველი სტრატეგიული ურთიერთობის გაფორმებული ხელშეკრულება დამატებით იმპულსს მისცემს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს. აქ რასაკვირველია მოიაზრება როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური ურთიერთობები. პრემიერ-მინისტრმა ბოლოს 3 წელში დამდგარ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის გეტყვით, რომ გაფორმებული არის 16 საერთაშორისო ხელშეკრულება, 6 გაფორმების საბოლოო ეტაპზე არის. გარდა ამისა, ბოლოს 3 წლის განმავლობაში ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებლები. მაგალითისთვის 2024 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 17%-ით გაიზარდა, 2025 წელს 21%-ით, ხოლო 2026 წლის იანვარ-აპრილში 45%-ზე არის საუბარი. გარდა ამისა, გაზრდილი არის ტურიზმის მაჩვენებლები, რაზეც დადებითი გავლენა მოახდინა როგორც ქვეყნებს შორის არსებულმა პირდაპირმა ავიამიმოსვლამ, ასევე ამოქმედებულმა უვიზო საკითხმა. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ საქართველოსადმი დამოკიდებულებაზე. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, გიგანტი სახელმწიფო საქართველოს ექცევა როგორც თანასწორს, რაც ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა იმ თანადგომისთვის და მტკიცე მხარდაჭერისათვის, რომელსაც ჩინეთი საქართველოს უცხადებს. გუშინ გაფორმდა ყოვლის მომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის. ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. მას შემდეგ, რაც 3 წლის წინ ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას, ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის ძალზე დინამიურად განვითარდა. მხოლოდ გასული 6 თვის განმავლობაში ჩინეთში შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და 5 მინისტრის ვიზიტი. თითოეული ეს ვიზიტი კონკრეტულ შედეგებზე იყო ორიენტირებული. მთლიანობაში 2023 წლის შემდეგ გაფორმდა 14 უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის, ხოლო საბოლოო განხილვის ეტაპზეა 6 შეთანხმება. 2024 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 17%-ით, 2025 წელს 21%-ით, ხოლო 2026 წლის იანვარ-აპრილში 45%-ით გაიზარდა. დღეს ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის იკავებს მესამე ადგილს საერთო ვაჭრობის მიხედვით და მეორე ადგილს ქართული წარმოების ექსპორტის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოდან ჩინეთში ქართული წარმოების ექსპორტი 3-ჯერ გაიზარდა. გასული წლის ნოემბერში ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაღრმავება საქართველოსა და ჩინეთს შორის. შარშან საქართველოს მთავარი სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე. 2023 წლის ბოლოს საქართველოსა და ჩინეთს შორის პირველად გაიცვალა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვები, რამაც ხელი შეუწყო ორ ქვეყანას შორის საავტომობილო მიმოსვლის განვითარებას. 2024 წელს საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესისთვის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების შესახებ. ამ და სხვა ნაბიჯების შედეგად 2025 წელს ჩინეთიდან და ჩინეთში შუა დერეფნით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ჩინეთთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას პირდაპირი წვლილი შეაქვს ქართული ეკონომიკისა და ეროვნული წარმოების განვითარებაში. სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ 2023-24 წლებში ამოქმედდა ორმხრივი ვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს და ჩინეთის მოქალაქეებისთვის. ვიზო რეჟიმის ამოქმედებამ დამატებითი ბიძგი მისცა პირდაპირი ფრენების დამატებას და მგზავრთნაკადის მნიშვნელოვან ზრდას საქართველოსა და ჩინეთს შორის.
2024 წელს საქართველოში ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა 83%-ით, 2025 წელს 44%-ით, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 59%-ით გაიზარდა. დღეს საქართველოს ბაზარზე უკვე 3 ჩინური ავიაკომპანია ოპერირებს. შარშან ავიაკომპანია Air China, პეკინ იურუმჩი თბილისის მიმართულება დაამატა. ივლისიდან ავიაკომპანია China Southern ამატებს ანალოგიურ რეისს, ხოლო 15 ივლისიდან ავიაკომპანია China Eastern იწყებს პირდაპირ ფრენებს შანხაი თბილისის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ წელს აზიის ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB China შანხაიში საქართველოს ეროვნულ სტენდთან გაიხსნა, რაც საქართველოს მიმართ ჩინური მხარის განსაკუთრებულ ყურადღებაზე მეტყველებს. მნიშვნელოვნად გაღრმავდა პარტნიორობა საქართველოსა და ჩინეთის განათლების სამინისტროებს შორის. მზადება მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობისა და გასვლითი პროგრამების ხარდაჭერას ქართულ და ჩინურ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებს შორის, ერთობლივი ახალგაზრდული პროგრამების დანერგვას, საქართველოში ჩინური ენის სწავლების გაფართოებას და ასე შემდეგ. ეს არის იმ შედეგების არასრული ჩამონათვალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებამ მოუტანა. სრულიად თვალნათელია, რომ ეს არ არის სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე, არამედ ის აისახება სრულიად კონკრეტულ სარგებლოში ორივე ქვეყნისთვის. სწორედ ასეთი უნდა იყოს სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის, რომელიც ურთიერთპატივისცემას, სამართლიანობასა და ღირსებას ეფუძნება და რომელიც ორმხრივ სარგებელზეა ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის უდიდესი მასშტაბის სუპერსახელმწიფო, ჩინეთის ხელისუფლებამ ჩვენთან თანამშრომლობა განავითარა უმუქდეს დროში და მაქსიმალური ეფექტიანობით. რაც განსაკუთრებით ასაფასებელია, ჩინეთის ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას ეპყრობა როგორც თანასწორს და თანატოლს, რაც გლობალური პოლიტიკის არსებული მანკიერებების ფონზე განსაკუთრებულად თვალშისაცემი და დასაფასებელია. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რომელიც გასული 50 წლის გამოცდილების გათვალისწინებით არის ერთადერთი მშვიდობიანი სუპერსახელმწიფო მსოფლიოში. აქვე ვისარგებლებს შემთხვევით და ჩინეთის ხელისუფლებას მალობას გადაუხდის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. ოლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება საფუძველს შეუღრეს ახალ ეტაპს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების გზაზე, რაც ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებლოს მოუტანს. მადლობა მინდა გადაუხადო სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის ყველა იმ წევრს, რომლის საქმიანობამაც მოიტანა ეს უმნიშვნელოვანესი შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო სამთავრობო გუნდის წევრებს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ქალბატონ ჰაკაბოჭორიშვილს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ქალბატონ მარიამ ქრუიშვილს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს ბატონ გივი მიქანაძეს ათი-ძალისხმევისთვის. მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ ღავალაშვილს, რომელმაც ხელი მოაწერა ყოლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფოს სახელით. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს ჩინელ პარტნიორებს, პირადად პრეზიდენტ სი ძინპინს, რომელმაც ხელი მოაწერა ყოლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას საქართველოსთან. მადლობა მინდა გადაუხადო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერს და პარტნიორ მინისტრებს. მადლობას ვუხდი ჩინეთის ელჩს საქართველოში ბატონ ჭოუ ციენს, რომლის პირადმა ძალისხმევამ და მხარდაჭერამ უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ქართულ-ჩინური ურთიერთობები თავდაპირველად სტრატეგიული პარტნიორობის, ახლა კი უკვე ყოლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ამავდა. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ჩინეთთან ყოლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანს ხელშესახებ სარგებელს მრავალი მიმართულებით. ყოლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმებული აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს დამატებით იმპულსს მისცემს. პირდაპირ ეთერში ნუცა კოროშინაძე საუბრობდა. საკუთარი ქვეყნის იმიჯის საერთაშორისო ასპარეზზე დაზიანების მცდელობა პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს. შალვა პაპუაშვილი ასახელებს საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებული კამპანიის კონკრეტულ ფაქტებსაც. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით განსაკუთრებით შემაშფოთებელია ტენდენცია, თუ როგორც ცდილობენ რადიკალური ოპოზიციის ალიანსის წევრები საქართველოს წარმოაჩინონ როგორც რუსეთისა და ირანის მოკავშირე. ეს კი იმ ფონზე, როდესაც ქართულ სახელმწიფოს რუსეთთან გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობები, საქართველოს და ირანს შორის კი ურთიერთობა ვერც პოლიტიკურად და ვერც ეკონომიკურად ახლოსაც ვერ მივა იმ კავშირებთან, რომელიც მაგალითად რეგიონის სხვა სახელმწიფოებს გააჩნიათ. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით დეზინფორმაციული კამპანია მხოლოდ საქართველოს საერთაშორისო იმიჯის დაზიანებით არ შემოიფარგლება. ოპოზიცია აქტიურად მუშაობს ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის დისკრედიტაციისთვისაც. რისი მაგალითით საქართველოს ჩინეთის თანამშრომლობის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია. ოპოზიციის ამ ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯების ფონზე კი პარლამენტის თავმჯდომარე საზოგადოების მხრივ
მხრიდან ფაქტების ობიექტურად შეფასების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ჩვენ ვნახეთ, როგორ საუბრობდნენ გიგი წერეთელი, გიგა ბოკერია და ზურაბ ჯაფარიძე ამერიკის შეერთებული შტატების გაზრდილ ინტერესზე ჩვენს რეგიონში და როგორც ცდილობდნენ მოსახლეობის დარწმუნებას იმაში, თითქოს საქართველოს ამოცანა უნდა იყოს არა საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა, არამედ სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების მომსახურება. ამით მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი აბსოლუტურად მართალია, როდესაც მათ სახელმწიფო ინტერესების ღალატ შეადანაშაულებს და უცხოური გავლენის აგენტებად მოიხსენიებს. ნაციონალ მოძრაობის იდეოლოგიაზე დაფუძნებული რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი პარტიული მიზნების მისაღწევად ავრცელებენ გზავნილებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ტენდენცია, რომ საქართველო წარმოაჩინონ როგორც რუსეთისა და ირანის მოკავშირე თუ დასაყრდენი სახელმწიფო რეგიონში, რაც ყოველგვარ რეალობას არის აცდენილი. რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, საქართველოს რუსეთთან გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობები, რაც უკვე თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რა სახის ურთიერთობა არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის. რაც შეეხება ირანს, რომელიც ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა. საქართველოს და ირანს შორის ურთიერთობა ვერც პოლიტიკურად და ვერც ეკონომიკურად ახლოცაც ვერ მივა იმ ურთიერთობის დონესთან, რომელიც რეგიონის სხვა სახელმწიფოებს მასთან გააჩნიათ. შესაბამისად, ამგვარი ნარატივების გავრცელება მხოლოდ საქართველოზე ცრუ წარმოდგენების შექმნას და მისი საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანებას ისახავს მიზნად. ასეთივე კონტექსტში მიმდინარეობს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული დინამიური და შედეგიანი სტრატეგიული თანამშრომლობის დისკრედიტაციის მცდელობა. მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ნებისმიერი პარტნიორობა უნდა შეფასდეს მხოლოდ ერთი კრიტერიუმით, თუ რამდენად ემსახურება ის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ადგილობრივი პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში უცხო ძალების ინტერესების გამტარებლად გვევლინებიან. უცხო ძალების რაობას და წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს. ერები იმიტომ შეიკრნენ სახელმწიფოებად, რომ საკუთარი ინტერესები სხვათა ინტერესებისგან განესხვავებინათ. დაუშვებელია, რომ ვინმე თუნდაც მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების სახელით საქართველოს ინტერესების დაზიანება სცადოს. საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებული კამპანიის კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი. გამუდმებული საბოტაჟის სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ რევოლუციის მცდელობები, ომში ჩართვისკენ მოწოდებები, სანქციების დაწესების სურვილი. მთავრობის მეთაურის განცხადებით, გარე ძალების დაკვეთით მოქმედი ოპოზიციის იმ წარმომადგენლების ბიოგრაფია, რომლებიც დღეს საკუთარ ქვეყანას უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებენ, ღალატის ერთიანი ქრონიკაა. მთელი მათი ისტორია, პოლიტიკოსების ბიოგრაფია, დაწყებული 2004 წლიდან დღემდე, არის რა თქმა უნდა ამის დასტური, გამოდებული საბოტაჟი, სახელმწიფოს წინააღმდეგ, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, რაც ჩვენ თვალწინ წარმოებდა. ასევე ის რაც ხდებოდა გასული 4 წლის განმავლობაში, რევოლუციის 5 მცდელობა, აქედან 4 იყო ძალადობრივი და ყველაში იყო ჩართული მთელი სპექტრი. თავისი პოლიტიკური პარტიები, თავისი NGO-ები და თავისი მედია საშუალებებით. მათი პოზიცია ომთან დაკავშირებით. პირდაპირ ემტერებოდნენ სახელმწიფოს იმ პერიოდშიც, როდესაც კეთილსინდისიერ ოპოზიციონერს უნდა დაეკავებინა სახელმწიფოებრივი პოზიცია. მათ ეს ვერ მოახერხეს, უბრალოდ არ მოახერხეს, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ყავთ ერთ-ერთი პატრონი. ეს არის გარე ძალები, რომლებიც მათ აძლევენ დაკვეთებს და შემდეგ ისინი მოქმედებენ დაკვეთების შესაბამისად. რა იყო ზეწოლის შინაარსი 2022 წელს და მოგვიანებითაც რას გთხოვდნენ დახრულ კარს მიღმა თუ საჯაროდ ეს იყო ომში ჩართვა, ეს იყო მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა, ეს იყო სანქციების დაწესება და მე რაღაცნაირად ემთხვეოდა ხოლმე რომ ოპოზიციის ქმედებებიც პირდაპირ ასე ვთქვათ აგრძელებდა იმ მოთხოვნებს, რომლებსაც ჩვენ ვიღებდით დახრულ კარს მიღმა თუ საჯაროდ. მთელი მათი ისტორია და მთელი მათი ბიოგრაფიები არის ერთიანი ღალატის ქრონიკა და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და სწორედ ამის გამოა რომ მათ არ აქვთ არავითარი ნდობა საზოგადოებაში, რაც არჩევნებზეც გამოიხატება ხოლმე, ქუჩაშიც გამოიხატება ხოლმე.
ქართულ მხარესა და ევროკომისიის წარმომადგენლებს შორის ერთ დღეში სამუშაო შეხვედრა გაიმართება. აუდიენცია ტექნიკური ხასიათის იქნება, სადაც განსახილველი მთავარი თემა სავიზო რეჟიმია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე საუბრობს. ჩავლო პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირმა ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მანამდე არსებულ ტექნიკურ კრიტერიუმებს სპეციალურად საქართველოსთვის დაამატა პოლიტიკური კრიტერიუმები, რომელიც აქამდე ევროკავშირში არასდროს ყოფილა. მისი განმარტებით, ევროკავშირი ითხოვს საქართველოს მიუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებულ სანქციებს, ასევე ევროკავშირს სურს კვლავაც ჰქონდეს შესაძლებლობა ფარულად აფინანსოს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში, როგორც ეს აქამდე ბრიუსელის მხრიდან ხდებოდა. მთავრობის მეთაური ვიზა ლიბერალიზაციის საკითხით ქართველი ხალხის შანტაჟის მცდელობებს ხედავს, თუმცა ირაკლი კობახიძის თქმით, შანტაჟს ვერავითარი შედეგი ვერ ექნება. ჩვენ 2024 წლის 28 ნოემბერს რეალურად ევროკავშირს გამოვაცალეთ, ევროპულ ბიუროკრატიას უბრალოდ გამოვაცალეთ შანტაჟის თითქმის ყველა ბერკეტი. ეხლა დარჩათ ერთ-ერთი ვიზა ლიბერალიზაცია და ცდილობენ რომ დააშანტაჟონ რაღაცნაირად ქართველი ხალხი. რა თქმა უნდა, ამას არავითარი ფასი არ აქვს. პირველ რიგში თავადაც ხვდებიან, მე მგონი ხვდებიან მაგ დონეზე ანალიზებენ პროცესებს, რომ ამ შანტაჟს ვერავითარი შედეგი ვერ ექნება. აქედან გამომდინარე, მე მგონია რომ ეს შანტაჟი აბსოლუტურად ქუჩად ჩაივლის. ეს არის განცხადებები, რომლებსაც არავითარი ფასი არ აქვს. ევროკავშირი არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი საქართველოს მიმართ. იმ მომენტში, როდესაც მიხვდნენ, რომ ეს იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა, შემოიღეს დამატებითი წესები სპეციალურად საქართველოსთვის, სადაც მანამდე არსებულ კრიტერიუმებს, რომელიც ტექნიკური ხასიათის არის, დაამატეს პოლიტიკური კრიტერიუმები, რომელიც არასდროს რაც კი არსებობს ევროკავშირი, რაც კი არსებობს მისი ვიზა და რაც კი არსებობს მისი უვიზობა, არასდროს არ არსებობდა ეს და ქართველი ხალხი დაგვაფასეს 4 მილიონი საქართველოში მცხოვრები მოსახლეობა თუ ესე მოქალაქეები მეტი დაგვაფასეს და ევროკავშირი შეიყარა დრო და ხარჯა იმისთვის, რომ სპეციალური წესები შემოეღო და მოერგო თავისი წესები საქართველოს. თქვან, საჯაროდ თქვან და ქართულ ხალხს უთხრან სინამდვილეში, რასაც ითხოვენ. ითხოვენ, რომ სანქციები დაუწესოთ რუსებს, ითხოვენ, რომ ევროკავშირს კვლავაც ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ფარულად აფინანსოს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში და ამის სანაცვლოდ გვთავაზობენ მარწყვის. და კიდევ ერთხელ, როგორც რეგიონში უკვე დამკვიდრდა გამოთქმა, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება. ჯო ვილსონის ინიციატივით ამერიკის წარმომადგენელთა პალატის მიერ კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტის მიღება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილმა დოკუმენტს, რომელშიც საქართველოსაც არის საუბარი, ჯო ვილსონის აკვიატება უწოდა, რომლის ერთადერთი მიზანიც ხმაურის ხელოვნურად შექმნა. ეს კი იმ ფონზე, როდესაც გლობალური პოლიტიკური დღისწესრიგის ცვლილებების ფონზე ჩინეთთან დაზიანებული ურთიერთობების აღდგენას აქტიურად ცდილობენ ევროპული ქვეყნები და შეერთებული შტატები. ამის დასტურია ბოლო პერიოდში ჩინეთის არაერთი არაერთი მაღალი რანგის პოლიტიკოსის ვიზიტი. ამ მიზანს ემსახურებოდა ერთი თვის წინ დონალდ ტრამპის ოფიციალური ვიზიტიც პეკინში, სადაც მრავალწლიანი პაუზის შემდეგ შტატებისა და ჩინეთის პრეზიდენტების პირველი შეხვედრაც გაიმართა. ჯო ვილსონის მოწოდება სჭირდება დონალდ ტრამპს, რომ რუსეთთან და ირანთან დაკავშირებით მსოფლიოს ნებისმიერ წელთინში იზრუნოს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გავლენების გამოვლენაზე, შესწავლაზე თუ რეაგირებაზე. მე მგონი მართლა საბავშვო ბაღივით იქცევა ზოგიერთი გარე პოლიტიკოსი, რასაც ვაკვირდებით და ამას ეხლა ამ პოლიტიკურ ცირკის მოთამაშეებს თუ ცირკის მონაწილეებს თუ დააჯერებს. ეხლა ვინმე რამე რომ ჯო ვილსონის კანონი და მოწოდება სჭირდება ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას, მის პრეზიდენტს, რომ რუსეთის და ირანის გავლენები შეისწავლოს ნებისმიერ წერტილში ამ პლანეტის. სხვა რამით კი არ არის დაკავებული ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაცია. ამიტომ ეს არის აბსოლუტური ბუტაფორია ხმაურის შესაქმნელად. მაუხრებელი გზირი და საცოდავი ნაცები თამარ ჩერგოლიაშვილი ასე მიხეილ სააკაშვილსა და მისი პარტიის წევრებს მოიხსენიებს. პარტია ფედერალისტების ლიდერი გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში მიხეილ სააკაშვილის შესახებ ამბობს, რომ ის არავის სჭირდება. მანამდე კი ერთმანეთს ნიკა გვარამია და ანა წითლიძე დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ალიანსი დაიშალა, ნაცმოძრაობაში ფაქტის აღიარება არ სურთ. ოპოზიციაში არსებულ მძიმე მდგომარეობას გარე ძალების დავალების შესრულებას უკავშირებენ მმართველ გუნდში. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით ის ფაქტი, რომ ევრობიუროკრატები ფსონს ქართულ რადიკალებს ედებენ, ნათლად აჩვენებს იმას, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია დღეს ბრიუსელი.
მე არ ვიცი ჩერგოლეშვილი თუ არის მარტო ალიანსში თუ ერთპიროვნული მართველია და მაგან მიიღო გადაწყვეტილება ერთპიროვნულად რომ ნაციონალური მოძრაობა არ უნდა იყოს ალიანსში, არ ვიცი, ალიანსში ვართ, ვაგრძელებთ მუშაობას ისე როგორც ვაგრძელებდით, თუმცა ასევე არის კითხვები, როგორც წარმოგიდგენიათ ახლა ანტიმიშა ალიანსში ნაციონალურ მოძრაობას რამე ფორმით გააგრძელებს, თუ ესე გაგრძელდა ეს ყველაფერი, ხო რაღაც კონდიციამდე მივარ. რა სჭირდება გარიცხვა იმას, რაც ისედაც არ ფიგურანტი არ არის. ეს ყველა მიცის რომ არა, თოში საცემია კადრებს რო შეხედავ, ხო, რაც არ მომხდარა, იმას ყვებოდნენ თქვენი რესპონდენტი ცოტა ხნის წინ. სამარცხვინო ტყუილებს. მაგ ვინც იყო იმასაც და სხვებსაც გაუხსნა სააკაშვილმა გზა და აი ფურთხების და რა ქვია ბირჟაზე მჯდომი სემიჩკის მჭამელი პოლიტიკოსის რანგს ვერ გაცდა ვერანაირად. ბევრი საფუძვლად პიროვნულ ამ რაღაც ემოციებს, ეგოებს ვერ ახტება, ვერ ღალატობს და ახორციელებს უბრალოდ თავდასხმას ნაციონალურობის ლიდერებზე. ეს ძალიან არასაქმიანი გარემოს ქმნის ალიანსში, ამიტომაც არის შეფერხებული ფაქტობრივად ალიანსის საქმიანობა, თუმცა ჩვენ კვლავინდებურად ჯიუდათ ვინამჩუნებთ იმედს, რომ ეს ადამიანები დააყენებენ წინ ეროვნულ ინტერესს საკუთარ პირად ეგოებს. აგრძელებთ ყოფნას ამ ალიანსში, მაგრამ თუ ეს ხალხი იმდენად ვერ ერევა თავის ეგოებს, რომ მათ შორის საუბრობს, უნდა გაგურიცხონ, რაც უნდათ ის უქმნიათ. კიდია მიშა. ერთადერთი რაც გვინდა არის რომ თავი დაგვანებოს. ანი წითლიძე და მისი ბელადი დადიან იმ სიმართლით, რომ ნაცები ჩვეულებრივად არიან ალიანსში და აგრძელებენ მუშაობას. ერთადერთი სადაც მოვიდნენ არის 26-ში აქციას რომ ამზადებდით, იქ სიტყვით გამოსვლას იხვეწებოდნენ. თან არ გავაგდეთ რა, ეგ საწოდავები, იმიტომ რომ ეგენს გვეწოდებიან. თვითონაც აღარა აქვთ უკვე მაგ კაცის ატანა. მიშამო შენზე ისა თქვაო და ეხლა შენ ამას და ვიღაცა არარაობებზე, ანი წითლიძე და ისე რა შუაში არიან საერთოდ. უჩემოთ არაფერი არ უფრო სწრაფად გამოგვივა მიშა. გაცილებით სწრაფად და ამდენი ხანიც გამოგვივიდო და შენ რომ აოხრებელი გზირი არ ყოფილიყავით. მე უბრალოდ ერთი წამით მინდა წარმოედგინოთ ბატონი ჰერჩინსკის იმედები რომ გამართლებულიყო და ამათ რომ მოიგოთ არჩევნები. და ამათი მთავრობა რო ყოფილიყო ახლა ხელისუფლებაში, ამ პოლიტიკური ძალების რა დღეში იქნებოდა ჩვენი ქვეყანა. მადლობა ღმერთს რომ ბატონი ჰერჩინსკის სურვილი არ ახდა, ქართულმა ხალხმა არ დაუჯერა ევროკავშირის წელს და საქართველოს არ ყავს დღეს ასეთი მთავრობა, თუმცა ძალისხმევა ძალიან დიდი იყო. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს ერთმანეთშიც კი ვერ იგდებიან, მათი განმოსახედიდან მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, სადამდე მიიყვანდნენ ისინი ჩვენს ქვეყანას, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა, იმაზე ბევრად უარეს მდგომარეობამდე მიიყვანდნენ ქვეყანას, ვიდრე ეს გააკეთეს 2012 წლებში. ის გარი ძალები, რომელიც აი ამ ხალხს ყველას აორგანიზებს, იმდენად გონიერები არ არიან და იმდენად ვერ თვლიან რაღაც საკითხებს, რომ აი ასეთ მდგომარეობაში ვარდებიან. ამ ხალხს ცირკის მსახიობებს რო აცხადებენ და ქვეყნის წარმომადგენლები, აი პოლიტიკური ცირკის. ამას ეს ხო იმაზეც მეტყობს, თუ რა ხალხი ზის ბრიუსელში და რა ხალხი ზის ზოგიერთ დედაქალაქში, რომ ამაზე დებს ფსონს. ეს რაც ოპოზიციაში ხდება, ეს არის მინი მაგალითი, რაც სამყაროში ხდება ზუსტად იგივე ძალების დამსახურებით, რასაც ჩვენ გლობალური ომის პარტიას, Deep State-ს ვეძახით, სახელი შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ არსი ერთი არის. საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მსოფლიო ბანკის ჯგუფი ქვეყანას 372 მილიონი დოლარის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს, რომელიც ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება. დოკუმენტს ხელი ფინანსთა მინისტრმა და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა მოაწერეს. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს რკინიგზისთვის ახალი ელექტროსარკინიგზო ლოკომოტივების შეძენას, ელექტროქვესადგურების მშენებლობასა და რკინიგზის სისტემის ინსტიტუციურ გაძლიერებას. პარალელურად დაგეგმილია ბადიაური, ჩალაუბანი, ბაკურციხისა და გურჯაანი თელავის საავტომობილო გზების მონაკვეთების მშენებლობა, მათ შორის ხიდების, ესტაკადებისა და თანამედროვე სატრანსპორტო კვანძების მოწყობა. ინვესტიციები მიზნად ისახავს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდას, ტვირთების უფრო სწრაფ და უსაფრთხო გადაადგილებას, ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის მოდერნიზაციას და საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაზე, ხდება თანხების მოზიდვა მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურისთვის და რკინიგზის განვითარების კუთხით ასეთი რესურსების მოზიდვა ატარებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ჩვენ წარვადგინეთ რკინიგზის განვითარების 100-წლიანი გეგმა, რომელსაც სჭირდება სათანადო დაფინანსება, ამას სჭირდება შესაბამისი ფინანსური წყაროები და რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით მაქსიმალურად გაგრძელდება ძალისხმევა იმისათვის, რომ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია განვითარდეს
განვითარდეს, ამისათვის იქნება მოზიდული შესაბამისი ფინანსური რესურსებიც. ხელი მოეწერა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 372 მილიონი დოლარის ოდენობით დაფინანსების გამოყოფას საქართველოში ორი მიმართულებით, ეს არის საგზაო ინფრასტრუქტურა, კერძოდ 4-ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა კახეთის მიმართულებით და ასევე საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას. ორივე მიმართულება არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. ხელი მოვაწერეთ პროექტს, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ის შუა დერეფნის მედეგობას ისახავს მიზნად. საქართველოს ამ კონტექსტში კრიტიკული მნიშვნელობისაა და დღეს გაფორმებული შეთანხმება მხარს უჭერს სახმელეთო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში, ისევე როგორც ინსტიტუციონალურ გაძლიერებაში ინვესტიციების განხორციელებას. სწორედ ამ მედეგობის შედეგად გაუმჯობესდება საერთაშორისო ვაჭრობა შუა დერეფნის ფარგლებში. წვდომა და სარგებლიანობა ექნება ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოშიც და მის საზღვრებს მიღმა. მსოფლიო ბანკისთვის პატივია ამ პროგრამაში მონაწილეობა. ეს მსხვილმასშტაბიანი პროგრამაა, რომელიც 750 მილიონი დოლარის კაპიტალ დაბანდებას გულისხმობს. აქედან მსოფლიო ბანკის მიერ გამოიყოფა 372 მილიონი დოლარი. საქართველოს გზების მოვლა შენახვის ახალ მოდელზე გადადის. მთავრობამ საავტომობილო გზების შესახებ კანონ-პროექტი პარლამენტს უკვე წარუდგინა. იქნება სახელმწიფო კომპანია, რომელიც საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მართვის თანამედროვე სისტემას დაანერგავს. ცვლილებების მიღების შემდეგ ინფრასტრუქტურის სამინისტრო გზების ერთ-ერთ ყველაზე რთული მონაკვეთის გორი არგვეთის 105 კილომეტრიანი მონაკვეთის მოვლა შენახვას სპეციალურად შექმნილი ოპერატორის მეშვეობით განახორციელებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 63 მილიონი ლარის ინვესტიცია და 119 ერთეული თანამედროვე სპეციალიზებული ტექნიკის შეძენა. ჩვენ გვინდა შევქმნათ ახალი რესურსი სახელმწიფო კომპანიის სახით, რომელიც ხარისხსაც უზრუნველყოფს, ეს არის ერთი ამოცანა და მას ექნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი. ჩვენ გვჭირდება ხოლმე სპეცტექნიკის მობილიზება, რესურსების მობილიზება სტიქიური მოვლენების დროს და ამ კომპანიის შექმნა თავის სპეცტექნიკით, რა თქმა უნდა, მოგცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენ ეფექტურად და სწრაფად გავუმკლავდეთ სტიქიასთან დაკავშირებულ მოვლენებს ასეთის არსებობის შემთხვევაში. ძირითადად ეს არის რიკოთის მონაკვეთი, სადაც ჩვენ გვაქვს 59 გვირაბი და 128 ხიდი, რომელიც არის საკმაოდ რთული საინჟინრო კონსტრუქცია და აქ ძალიან მნიშვნელოვანი ყურადღება და სპეციალისტების ჩართულობაა საჭირო. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ამ გზის ექსპლუატაცია უკვე მიმდინარეობს, შევქმნათ ეს შპს, რომელიც თავის თავზე აიღებს მოვლა შენახვას, თუმცა აქ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ არ იგულისხმება არც ერთ შემთხვევაში გზების დაგება ან რეაბილიტაცია, ბუნებრივია ეს იქნება კერძო სექტორის გასაკეთებელი. პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვის რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა შენახვის ფაქტზე 119 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპოლიციო ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში 48 საათის განმავლობაში ჩაატარა. დაკავებულთა შორის 59 ნარკორეალიზატორია. ბრალდებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დაკავებული პირების პირადი ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან მტკიცება და ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერებები, ასევე სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. დაკავებულებს 20 წლამდეან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად აღსაღებდნენ გარკვეული თანხის ანაზღლოდ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფები მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას. ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რომელსაც აფასოვდნენ და სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ. ბრალდებულების ნაწილი ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ახორციელებდა.
დედაქალაქის ისტორიაში პირველად უცხოელ პარტნიორებთან ერთად თბილისის სატრანსპორტო მაკრო მოდელი შემუშავდა, რომელიც ურბანული დაგეგმარების მიდგომას ცვლის. თბილისის მერის განმარტებით ეს არის ქალაქის საგზაო და მობილობის სისტემის ზუსტი ვირტუალური ანალოგი, რომელიც ციფრულ სივრცეში აერთიანებს ყველა ქუჩას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებს და მოსახლეობის გადაადგილების რეალურ ნაკადებს. შესაძლებელი ხდება ვირტუალურად გამოიცადოს ნებისმიერი იდეა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიგეგმება შესაბამისი სამუშაოები. მაკრო მოდელირება წინასწარ აჩვენებს რა გავლენას მოახდენს მოძრაობაზე ახალი ავტობუსის ზოლის დახაზვა, ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესება, მიმართულების შეცვლა თუ ახალი საგზაო კავშირის დამატება. დედაქალაქის ისტორიაში პირველად უცხოელ პარტნიორებთან მუშაობით, ჩართულობით შევიმუშავეთ თბილისის სატრანსპორტო მაკრო სტრატეგიული მოდელი. ეს არის ქალაქის საგზაო და მობილობის სისტემის ზუსტი ვირტუალური ანალოგი, რომელიც ციფრულ სივრცეში აერთიანებს ყველა ქუჩას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებს, მოსახლეობის გადაადგილების რეალურ ნაკადებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. ცნობილი ამერიკელი რეპერის Kanye West-ის კონცერტთან დაკავშირებით, რომელიც დინამო არენაზე 12 ივნისს გაიმართება, თბილისის მეტრო და გარკვეული მარშრუტის ავტობუსები მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურებიან და 13 ივნისის 2 საათამდე იმუშავებენ. 12 ივნისის დილის 7 საათიდან სტადიონის მიმდებარე ქუჩები, კერძოდ საბაძისა და მეტრეველის ქუჩები ჩაიკეტება. კალაძის თქმით, ალტერნატიულ მარშრუტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში თბილისის მერის ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში განთავსდება. The time is now. Right now. 12 ივნისს მეგობრებო, როგორც იცით, დინამო არენაზე დაგეგმილია ცნობილი ამერიკელი რეპერის Kanye West-ის კონცერტი, რომელსაც საქართველოში ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს და არა მხოლოდ საქართველოში. მსმენელებს შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით თბილისის მეტრო, ასევე ის ავტობუსები, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობენ, გახანგრძლივებულად იმუშავებენ და მგზავრებს 13 ივნისის ღამის 2 საათამდე მოემსახურებიან. რაც შეეხება საგზაო მოძრაობას, 12 ივნისს დილის 7 საათიდან საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე. თბილისში მასშტაბური სტუდენტური პროექტი სტუდფესტი მიმდინარეობს, რომელშიც 40-ზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 20,000-ზე მეტი სტუდენტია ჩართული. აღნიშნული ფესტივალის ფარგლებში წელს პირველად 14 ივნისს განხორციელდება გარბენი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეიძლება ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის სპორტსმენებს და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს. გარბენი ვაკის პარკიდან დაიწყება და თავისუფლების მოედანზე დასრულდება. გარბენში მონაწილეობას მიიღებს თბილისის მერიც. კახა კალაძემ აღნიშნულ აქტივობაში ჩართვისკენ თანამშრომლებსაც მოუწოდა. გარბენის მონაწილეები დილის 10 საათიდან შეიკრიბებიან, ხოლო უშუალოდ აქტივობა 11 საათზე დაიწყება. აღნიშნული ფესტივალის ფარგლებში წელს პირველად 14 ივნისს განხორციელდება გარბენი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის სპორტსმენებს, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს. გარბენი დაიწყება ვაკის პარკიდან და დასრულდება თავისუფლების მოედანზე. პირადად მეც მზად ვარ მივიღო აღნიშნულ გარბენში მონაწილეობა. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თბილისში სასტუმრო პულმან თბილისი აქსის თაუერში ბიზნეს ფორუმი ქალები ქმნიან ბიზნეს გაიმართა. ფორუმის მთავარი მიზანი თანამედროვე ბიზნეს სამყაროში ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და მათი ლიდერული პოტენციალის რეალიზებაა. ღონისძიებამ 100-ზე მეტი ქალი მეწარმე, ბიზნეს ლიდერი და სხვადასხვა სფეროს ექსპერტი გააერთიანა. ფორუმის ფარგლებში მონაწილეებმა შესაძლებლობა მიიღეს წარედგინათ საკუთარი საქმიანობა, დაემყარებინათ ახალი პარტნიორული კავშირები და დასწრებოდნენ საგანმანათლებლო პანელებს ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვან თემებზე. ფორუმის ფარგლებში მოეწყო ბიზნესმენი ქალების მიერ წარმოებული პროდუქტების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. ღონისძიების ორგანიზატორი წარმატებულ ქართველი ბიზნესის ასოციაციაა. გადავწყვიტეთ, რომ შემოგვეტანა ესეთი სოციალური პროექტი ქალები ქმნიან ბიზნეს და გაგვერთიანებინა 100 მეწარმე ქალი. თუმცა, აი ამ პროექტის ფარგლებში 50 მცირე მეწარმე ქალს მივეცით შესაძლებლობა, რომ შემოსულიყო ამ სამიძე და თავიანთი პროდუქცია გამოფენა გაყიდვის ნაწილში წარმოუდგინა. წელს სამიტის მთავარი გმირები არიან ქალები, რადგან ქალები ქმნიან ბიზნესს, სწორედ ამიტომ თითოეული სპიკერი თავის გამოცდილებას გაუზიარებს დამსწრე აუდიტორიას. ერთ-ერთი სპიკერი გახლავთ მეც და ჩემი თემა გახლავთ რეპუტაცია
ინვესტიცია ბიზნესში, ანუ რატომ ყიდის ნდობა უფრო მეტს ვიდრე რეკლამა. მრავალჯერ ვესწრებით ამ ღონისძიებას და წარმოვადგენთ კომპანია PL Naturals, რომელიც არის ქართული წარმოების პროდუქცია და ყველა ქართველისთვის არის აამაყო ნოტა, რომ მზადდება საქართველოში, მონიჭებული გვაქვს ISO და GMP სტანდარტები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში იმყოფებოდნენ. მთავრობის თავმჯდომარე ქალაქ ჯვარსა და ფოთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა და მრავალბინიან კორპუსებში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. შეხვედრაზე აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ჩართულობით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაზე იმსჯელეს. ვაგრძელებთ უწყვეტ შეხვედრებს დევნილ მოსახლეობასთან. დღეს ვიმყოფებოდით სამეგრელოში, ქალაქ ფოთში და ჯვარში, სადაც შევხვდით კომპაქტურ ჩასახლებებში ჩვენ დევნილ მოსახლეობას, განვიხილეთ სხვადასხვა გამოწვევები, რაზეც რა თქმა უნდა მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ, ასევე უკვე განხორციელებული ინფრასტრუქტურა დავათვალიერებთ და ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია აფხაზეთის მთავრობის, რომ თითოეულ დევნილს ჰქონდეს ღირსეული საცხოვრებელი პირობები და ამისთვის ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დროებით დევნილ მოსახლეობას ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჰქონდეს შესაძლებლობა ინდივიდუალური შეხვედრის, ჩვენ მსგავს შეხვედრებს ფოთში დევნილთა დასახლებებში ხშირად ვმართავთ და შესაბამისად შეხვედრიდან შეხვედრამდე ვცდილობთ, რომ ის საკითხები, რომელთვიც მათთვის პრიორიტეტულია, მოვაგვაროთ. გვისმენენ, გულდასმით პირადად სათითაოდ ყველასთან. ეს დღეს ახლა აქ ქონდა შეხვედრა, თორე იყო რომ სათითაოდ კორპუსებში დადიოდნენ, სახლებში, ბინებში ამოდიოდნენ და ყველაფერს ითვალისწინებდნენ. ახალი ამბები 16 საათზე დასრულებულია, მე გემშვიდობებით ეთერს კი პოლიტიკური პოსტი გააგრძელებს.